21 სექტემბერს ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ქუთაის გაენათის ეპარქიაში განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა. საეკლესიო და საერო ღონისძიებები მიეძღვნა სამ საიუბილეო თარიღს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს, წმინდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელს და წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლის თავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბაგრატის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა აღასრულა. თანამსახურებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტი ანანია, ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ტიტულარული მიტროპოლიტი სერაფიმე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, ცხალთის მთავარ ეპისკოპოსი სპირიდონი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა დანიელმა მრევლი დალოცა, დღესასწაული მიულოცა და მათ ქადაგებით მიმართა. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მეუფენო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, რომელიც განსაკუთრებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, ჩვენი ერისათვის, რადგანაც უფალმა ჩვენს ერს მფარველად დაუდგინა თავისი დედა. განსაკუთრებულია ეს დღესასწაული ქუთაისისა და გაენათის ეპარქიისათვის, რადგანაც სწორედ გელათი, რომელიც არის სიმბოლო გაბრწყინებული ივერიისა, არის ღვთისმშობლის შობის სახელობის სავანე და დღეს გელათში მიმდინარე განახლება სამონასტრო კომპლექსისა არის სიმბოლო იმისა, რომ მიმდინარეობს განახლება სულიერი ცხოვრებისა სრულიად საქართველოში. უნდა აღდგეს ის დიდი თლიანობა ერისა და ეკლესიისა, რომელიც იყო დავითის დროს, რომელმაც საქართველოს მოუტანა დიდი სულიერი ამაღლება, დიდი ჯერ სულიერი და შემდეგ ფიზიკური ძლევამოსილება და ჩვენ ვცხოვრობთ აი ამ ჟამს, როდესაც მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის აღორძინება და ეს აღორძინება არის მზადება იმისათვის, რომ ბოლო ჟამის განსაცდელებს ქართველი ერი შეხვდეს ჭეშმარიტი შეურყვნელი სარწმუნოებით და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენოს ჭეშმარიტება. ეს არის ღვთისმშობლის წილღთომელი ერის დანიშნულება და ამიტომ დღეს, როდესაც ჩვენ გელათში, ბაგრატის ტაძარში, საქართველოს თლიანობის სიმბოლოში და გელათში გავაგრძელებთ ამ ლოცვას, ასევე საქართველოს გაბრწყინების სიმბოლოში, დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღვთისმშობლობას. ეს არის საწინდარი იმისა, რომ ივერია დგას გაბრწყინების გზაზე. ეს არის ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის ჯვარცმული მოღვაწეობის ნაყოფი. ეს არის ჩვენი დიდი მღვდელმთავრების, პატრიარქთან ერთად მოღვაწე მღვდელმთავრების და განსაკუთრებით მე ვიტყოდი და მოვიხსენიებ მეუფე კალისტრატეს დიდი დამსახურება ამ ეპარქიაში აღორძინება სწორედ აი ამ დიდი სულის ქრისტიანული ერთობის აღორძინების დიდი მესვეული ბრძანდება და ჩვენ მცირე პანაშვიდს გადავიხდით ეხლა, როცა ჯვარზე მთხვევა დაიწყება და ჩვენ ვემზადებით ქართველი ერი
საქართველოს ეკლესია ემზადება მომავალ წელს, რომ აღვნიშნოთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი და ის სწორედ დავითის 900 წელი უძღვის ამას წინ გარდაცვალებიდან, რომ გაგვახსენოს რა მოგვიტანა ჩვენ 17 საუკუნოვანმა ქრისტიანობამ. ჩვენ მოგვიტანა გამწყინვება, სულიერი გამწყინვება და აი ამ გამწყინვების მისია აწევს საქართველოს. ეს დიდი პატივია, მაგრამ დიდი პასუხისგებლობაც არის. ამიტომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს იმ სულიერ ბრძოლაში, თუ აქამდე ჩვენ ხმლით ვიცავდით ჩვენ სარწმუნოებას, დღეს ჩვენ სარწმუნოების დაცვა უნდა ლოცვით და მარხვით. საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე ვერ გაუძლებს, არათუ პიროვნება ერი ვერ გაუძლებს მეორედ მოსვლის ღვარცობს და ამიტომ ივერია უნდა გაბწყინდეს და იგი ყოველი მისი წევრი უნდა იყოს ქრისტეს მხედარი, დედა ეკლესიის წიაღში დამკვიდრებული, როგორც ეს იყო საუკუნეების განმავლობაში, როგორც ეს იყო დავით აღმაშენებლის ჯამს, თამარის ჯამს, როცა ქართველი ერი ერთითა პირითა და ერთითა გულითა ადიდებდა ღმერთსა. აი სწორედ ამისთვის გვამზადებს უფალი, ღვთისმშობელი, დავით აღმაშენებელი, აი ამ თავგანწირვისთვის გვამზადებს ქეთევან წამებული, რომლის დღესასწაულიც შარშან შესრულდა 400 წელი მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან და ვინაიდან ეს არის უდიდესი მოვლენა არა მარტო საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, მთელი საქრისტიანო შეიძრა. საქრისტიანოს მაშინ სჭირდებოდა გამტკიცება, საქრისტიანოს მაშინ დაუპირისპირდა უკვე უღმერთობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე კიდევ უფრო გაძლიერდა და საქრისტიანომ ქეთევან წამებულში დაინახა დიდი საყრდენი. წარმოიდგინეთ, არა მარტო ქართველი ერისთვის, მთელი საქრისტიანოსთვის ქეთევანი გახდა საყრდენი და ის სწორედ აი ეს მაგალითი თავგანწირვისა, ამ მაგალითის გარეშე, დავითის თავდადების გარეშე ივერია ვერ გაუძლებს ამ წინააღმდეგობას. ამიტომ გმართებს, რომ გავერთიანდეთ აი ამ ჩვენს გზაზე, ჭეშმარიტი სარწმუნოების გზაზე და პატრიარქმა იმდენად დიდად ჩათვალა ქეთევანის მოწამეობრივი აღსასრულის 400 წელი, რომ გამოაცხადა მთელი წელი შარშან დაიწყო და აი წელს გრძელდება და გვირგვინი ამ ზეიმისა იქნება 26 სექტემბერს ალავერდში ქეთევანობის დღესასწაულის აღნიშვნა და ვინც ალავერდში ვერ იქნება, ყველა უნდა მივიდეთ ამ დღეს ტაძარში და ქეთევანობა აღვნიშნოთ. ეს არის ჩვენი უდიდესი ძალა, დავითი, ქეთევანი და მთელი ჩვენი უდიდესი წინაპრები და დღეს ჩვენ გზნობთ ღვთის წყალობას, გზნობთ ღვთის შეწევნას. მადლობა ჩვენ პატრიარქს, რასაც ის აკეთებს, გააკეთა და აკეთებს საქართველოს ეკლესიისათვის. მადლობა ყველა მღვდელმთავარს, დღევანდელ წირვაზე მონაწილეს. ასევე რასაკვირველია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მეუფეშიოს ერთგული მსახურებისთვის პატრიარქის გვერდში განსაკუთრებით მინდა მადლობა უთხრა ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს, რომელიც აი ამ უდიდეს ეპარქიას, უდიდესი ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის მქონე ეპარქიას, რომელსაც უდიდესი მღვდელმთავრები ემსახურებოდნენ, აი ესე ღირსეულად ემსახურება და კიდევ უფრო გააბწყინა, გააგრძელა მეუფეს დაწყებული საქმეები, კი არ შეჩერდა, კიდევ უფრო გაძლიერდა და მადლობა მეუფე კალისტრატეს და მადლობა სამღვდელოებას, საქართველოს სამღვდელოებას, ამ ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასროთ. იხარეთ და იდღეგრძელეთ მრავალსა წელსა, მრავალ ჟამიერ. გილოცავთ თუშობლობას, მრავალ საესწარი მთელ საქართველოს ვილოცავ ამ ძალიან დიდ დღესასწაულს, ვილოცავ ქუთაის, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ
თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს. გილოცავთ სრულიად საქართველოს ღვთისმშობლის დღესასწაულს. შეგვეწევს ღვთისმშობელი დედამ, მალე გაამთლიანოს ჩვენი საქართველო. დაგვიბრუნოს დაკარგული მიწები და ღვთისმშობლის მადლი, წყალობა და მეოხება არ მოკლებოდეს მთელს ერს. გილოცავთ კიდევ ერთხელ. ულოცავ ყველას ღვთისმშობლის შობას და ულოცავ სრულიად საქართველოს უწმინდეს და უნეტარეს იანუარის და ყველა ბედნიერი და დღეგრძელი ამყოფოს. ქადაგების დასრულების შემდეგ ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს საფლავზე სასულიერო პირებმა მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ბაგრატის საკათედრო ტაძრიდან ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმართულებით ჯვარ-ხატებითა და ბაირაღებით ფეხით მსვლელობა მოეწყო. მსვლელობაში სასულიერო პირები, მგალობლები, ქუთაისის მორწმუნე ქალთა საზოგადოების წევრები, ჩოხოსნები და რიგითი ადამიანები მონაწილეობდნენ. საქართველოს უკვე იცის, რომ ეს წელი გამოცხადებულია საიუბილეო წად, სადაც ორი მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ერის ქვეყნის და ეკლესიის ისტორიისა, უპირველეს ყოვლისა ყოველდღიურ ღვთისმშობლის მიერ დაკრძალული საქართველოში ანდრია პეტროვის შემოსვლის შემდეგ წმინდა ნინოს შემოსვლა ხდება, გაქრისტიანება ქართული ერისა და სახელმწიფო უკვე ხდება ქრისტიანული და აი 1700 წელი გავიდა. დიდი დოლების გასასწრების შემდეგ მეფე დავითმა შეძლო აღდგენა ერთიანი საქართველოს მთლიანობა, სახელმწიფო მისი ძლიერება და ყველა მიმართულებით აღორძინა ჩვენი ერი, განსაკუთრებით განათლება, აკადემიები გადაწყდეს სიყალთოს და ისწორედ 900 წლისთავია მისი გარდაცვალების. წმინდა მეფე დავითის და ასევე ქართულმა ერმა გაერო დიდი გზა მოწამეობრივი და მისი გამოხატულება მოწამეობისა არის ხსენება წმინდა დიდმოწამე დედოფლის ქეთევანის 400 წლის თავია მისი ესე მოწამე დახსასრულის და სწორედ ამას აღნიშნავთ ჩვენ ეხლა დღეს ეძღვნება გელაც და მეფე დავითის მოღვაწეობას და წმინდა დედოფალ ქეთევანის ხსენების ეს კახეთში ასევე იქა მოეწყობა დიდი მსვლელობა საზეიმო ტირვა ლოცვა და ერის გამოღვიძება სულიერი დაიწყო როდესაც ჩვენ ეკლესიაში მოხდა აღსავდება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მისი დიდი ძალის ხმევით, მოდომებით, ნებისყოფით, სიმშვიდით და სიბრძნით მოხდა და ეს გამოღვიძება ერისა ხდება თანდათან უცებ ყველაფერა და აი ამ სადღესოდ აღნიშნა ამ ჩვენი ერის ისტორიული დიდი მნიშვნელოვანი ფაქტების აღნიშვნის ესეც იწევს ხალხში, საზოგადოებაში ინტერესს. ჩვენ გუშინ ჰქონდა სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისის აკადემიის სახელობის უნივერსიტეტში, იქ რექტორი და პროფესორები უნივერსიტეტის მონაწილეობდნენ, მოხსენებები იყო დაკითხული და შემდეგ იყო კონფერენცია სახელმწიფო მუზეუმში ქუთაისის, სადაც არის დაცული გელათის შესული ხელნაწერები, გამოფენა იყო ხელნაწერების სიწმინდეების მომთარი და იქაც ესეთი მოხსენება არქეოლოგი როლანდ ისაკადეს მიერ იყო დაკითხული ეს მოხსენება და დღევანდელი მდგომარეობა და ჩვენ ახლა მივემართებით გელათში, სადაც მეფე დავითის საფლავზე ასული პარაკლისი ვედრება მის მიმართ, რომ მისი მეოხებით უფალმა დედაღვთისამ გაძლიეროს ჩვენი ერი აღორძინოს და ის განათლების სისტემა ჩვენი ერისა აღორძინდეს ასევე როგორც სხვა დარგები აღორძინება ხდება დღეს. მსვლელობის დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეები გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წმინდა დავით აღმაშენებლის საფლავზე პარაკლისი აღასრულა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მეუფე იოანემ მრევლს ქადაგებით მიმართა. ჩვენ უწმიდეს და ჩვენი ეკლესიის სინოდს მიიღო ეს გადაწყვეტილება
სადაც დაინახა განგება ღვთისა, რომ ეს თარიღი ერთმან დაახლოვდა. ეს არის საფეხურები ჩვენი ერის ცხოვრების და ისტორიის. მისი ქრისტეს მიერი განათლების ნიოს შემოსვლით ადეპირებულის ღვაწლით სახელმწიფოებრივი და საგანმანათლებლო წარმატება ერში და ერთობა და გამთლიანება სახელმწიფოში დავითით და მოწამეობრივი გზა რომ ზერმა გაიარა იტივთან თლიანთქოს დედოფალმა კეთევანმა წარმოუდგენელი ტანჯვა დაითმინა ერთის მიზეზით რომ არ უარყო რწმენა ქრისტესი ქრისტეს რწმენით შემოგზავნდა წმინდა ნინო ქრისტეს რწმენით იბრძოდა მეფე დავითი ქრისტეს რწმენით მოწამეთა გადაარჩინეს ჩვენი ერი ჭეშმარიტი რწმენით აღორძინებით და დღესაც მათი ლოცვა გვეწევა ჩვენ მადლი უფთა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს ჩვენზე და უკუნითი უკუნისამდე ამინ. პარაკლისის დასრულების შემდეგ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე გელათის აკადემიაში ფილმის ჩვენება გაიმართა. მასში ასახულია წმინდა დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა. ფილმი სახელწოდებით დავით აღმაშენებელი მესიის მახვილი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა კურთხევით შეიქმნა. ღონისძიების ფარგლებში წიგნების წარდგინება გაიმართა. წარმოდგენილი იყო შემდეგი გამოცემები: გელათი, სამეფო მონასტერი და საძვალე, დავით აღმაშენებელი, მესიის მახვილი და წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი. აღნიშნული წიგნები მეუფე იოანეს ლოცვა კურთხევით დაიბეჭდა. წიგნების ავტორი გახლავთ პროფესორი ლევან ტყეშელაშვილი. დღეს არის კურთხეული დღე ყოვლა წმინდა ღვთისმშობელისა და აი ამ შესანიშნავ დღეს უფალმა ღმერთმა ინება რომ წმინდა კეთილმსახური მეფეს დავით აღმაშენებლის საფლავთან შეკრებილიყავით წმინდა სინოდის წევრები სამღვდელოება უამრავი ხალხი იყო დღეს ჩვენთან ჯერ წირეთ ტაძარში ბაგრატის ტაძარში მისი მეორეთ მაშენებელი შეიძლება ითქვას არის მეუფე კალისტრატე და ჩვენ რა თქმა უნდა მეუფე კალისტრატეს სულს უთხარით დიდი მადლობა და ქონდა ლოცვა საგანგებოდ ღვთისადმი რომ ეს მეორეთ მაშენებელი სული მან მიიღოს თავის წიაღში უფალმა ღმერთმა და შემდგომ გამოვემართეთ გელათში აქ ქონდა პარაკლისი მეფე დავითის საფლავთან და შემდგომ პრეზენტაცია იყო აკადემიის შენობაში მე აქ ვთხოვა მეუფე იოანემ რომ მიმართა ხალხისთვის და გავიხსენე ერთი ამბავი და მე ვფიქრობ ეს საინტერესოა მე თვითონ ვარ გაზრდილი აი ამ რაიონში ეს არის ოკრიბა ასე ეწოდება ამ რაიონს ასევე აქ არის ჭიათურის რაიონი და აი ამ რაიონის ხალხში არის ასეთი გადმოცემა აი კითხვაზე თუ რატო უნდა დაადგას ფეხი რატო მოითხოვა მეფე დავითმა რომ ფეხი დამადგით ყველამ საფლავზე აი ასეთი არის პასუხი რომ როდესაც აი აქ რაიონში ბავშვი თქვა მუხლები აქვს სუსტი მუხლები აქვს და ვერ იმართება კარგად მუხლებში მიყავთ პაპის საფლავზე და დააყენებენ პაპის საფლავზე ამ ბავშვს და მუხლები უმაგრდება ეს უკვე არის პრაქტიკა აქ ჩვეულება არის და მე ვფიქრობ დავით აღმაშენებლის საფლავზე ჩვენ ყველამ ფეხი უნდა დავადგათ რომ გავძლიერდეთ ჩვენ თვითონ ყველანი ქრისტეში და გაძლიერდეს მთელი საქართველო ამენ მეფე დავითის ნამსხოლობით ვერთვა დაგლოცეთ და გაგოთხოთ. შემოქმედებითი საღამო ქუთაის გაენათის ეპარქიასთან არსებული ტრადიციული გალობის სტუდია სიხარულის ღონისძიებით დასრულდა. გუნდის წევრებმა საგალობლები შეასრულეს.